იღუმენი ნიკონი, სინანული. ძვირფასო ლიდია ვასილევნა, მივიღეთ თქვენგან წერილი და ძალიან ამიჩუყა გული თქვენმა სიტყვებმა. მე მოგწერეთ, მაგრამ პასუხს არ დაველოდები. ხოლო თუ მას მაინც მივიღებ ოდესმე, ეს ჩემთვის დღესასწაული იქნება. მართალია, ვერაფრით დავიბრალებ, რომ ჩემს წერილებს შეუძლიათ სადღესასწაულო განწყობა შეუქმნან ვინმეს, მაგრამ ეს სიტყვები უნებლიეთ მაიძულებენ რამდენიმე სიტყვა მოგწეროთ. ძალიან გულაჩუყებული და მადლობელი ვარ ნდობისათვის. თუმცა ცდებით, რომ ფიქრობთ, თითქოს ყოველთვის ისევ იყო დაკავებული, რისი შემსწრეც თქვენ გახდით. ეს იმიტომ, რომ მაშინ ასეთი დღეები იყო. სხვა დროს გაცილებით ნაკლებად ვარ დაკავებული და ვაი რომ უდებებაში ვატარებ დღეებს. შემიძლია გითხრათ, რომ დიდი სასჯელი მომელის. მომავალში იმისათვის, რომ ადამიანებს უფრო უკეთესი მგონი ვარ, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ეტყობა ჩემში არის ერთგვარი მზაკვრობა ან პირფერობა. შესაძლოა გაუცნობიერებელი, რის გამოც ადამიანებს უფრო უკეთესად ვეჩვენები, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ამისა კი თვით პავლე მოციქულსაც ეშინოდა. შემინდეთ. სულიერ გზაზე დგება წუთი, რომელიც მოკლედ, მაგრამ ზუსტად აღწერა გრიგორ სინელმა და რომელიც გადმოცემულია ეპისკოპოს ეგნატეს ბრიანჩანინოვის მეორე ტომში. წაიკითხეთ ეს ადგილი და ყველაფერი, რაც მას განმარტავს მის ზემოთ თუ ქვემოთ. ფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც თვითონ არ გამოუცდია ეს მდგომარეობა, სულიერ ცხოვრებაში ყველაზე მთავარს ვერ გაიგებს. ვერასოდეს შეიძენს გულის შემოსხვრილებას, გლოვას, ჭეშმარიტ ლოცვას. ამიტომ, რა სამოსელშიც არ უნდა გამოეწყო, ყველაფერი გარეგნული იქნება. შინაგანად კი არაფერი შეიცვლება. ყველაფერი მხოლოდ გარეგან კაცში აღესრულება. ეს წუთი ძალიან შესამჩნევია. საჭიროა, რომ მარტო საკუთარი ვნებები, არამედ ადამიანებიც შეურაცხმყოფდნენ და კაცმა დაინახოს, რომ მას მართლაც დამსახურებულად შეურაცხყოფენ, რომ სრულიად უვარგისია და საკუთარი ძალებით თავის თავს ვერ გამოასწორებს. მხოლოდ მაშინ შეუბრდება გულწრფელად თავის მაცხოვარს, იგლოს მის წინაშე, როგორც მეძავი ან უძღები შვილი და მის ფეხთა წინაშე იქნება განრთქმული, ვიდრე არ ჩაესმის გულში ხმა, მიგიტევნენ შენ, ცოდვანი შენი მრავალნი. წადი იბრძოლე, მოითმინე, შეისწავლე სულიერი გზა, ისწავლე მოუკლებელი ლოცვა, იგლოვე გულში, რათა ავასაკთა ხელში არ ჩავარდე და ასე შემდეგ. შემდგომ უკვე კაცი ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას იმას, თუ რას ფიქრობენ მასზე ადამიანები, თუნდაც ყველაზე ახლობლები, რომელთა აზრიც უწინ მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. ის მხოლოდ იმას ეცდება, რომ უფალმა არ განიკითხოს, არ მოაკლოს თავის წყალობა და შეწევნა, რომ მას ერთადერთს სათნო ეყოს. შემინდეთ. თუ საჭიროდ მიიჩნევთ, გთხოვთ წიგნიდან ეს ადგილი ერთად წაიკითხოთ, იმსჯელოთ მასზე და მხედველობაში მიიღოთ. კიდევ ამას გეტყვით, სრულიად გულწრფელი იყავით უფლის წინაშე. არასოდეს მოინდომოთ თქვენი ცოდვების დამცრობა და მათი გამართლება. პირიქით, თავს აყვედრეთ და თქვით, აი მე ასეთი ცუდი, ასეთი ყოვლად უვარგისი, შემიბრალე, უფალო და მაცხოვრნე. 1946 წლის 19 დეკემბერი.